სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს როგორ გაბედეთ ჩემთან მოსვლა მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს გავუკეთეთ. არ მიყვარს მოდება ქალბატონო აიდან. ხომ არ გგონიათ, რომ დავივიწყებ თქვენი ოჯახის დანაშაულს ედას მშობლების სიკვდილში? მე ამ ქორწინების წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ სურდა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ მომხდარში სერქანის დადანაშაულება არ შეგიძლიათ. ისინი ერთმანეთს დაელაპარაკნენ და პრობლემა მათ შორის მოაგვარეს. იქნებ ხელი არ შეუშალოთ მათ ქალბატონო სემიხა. იქნებ თქვენს კუთხეში წახვიდეთ. სერქანი ამ ბნელი ოჯახის ნაწილია. ბნელი ოჯახი? სერქანს ოქროს გული აქვს. ვერ მოვითმენ თქვენს ჩემს სახლში მოსვლას და ჩემი შვილის ლანძღვას. ძალიან ყურადღებით მომისმინეთ ქალბატონო აიდან. თუ ეს ქორწილი შეჭება, სერქანს ყველაფერს წავართმევ, რაც ასე უყვარს. თავისუფლებასაც მათ შორის. ასე შორს წასვლას არ გირჩევთ. ამაზე არ იფიქრეთ. მე თვითონ მოვაგვარებ, როგორც საჭიროა. თქვენ იმაზე დაფიქრდით, თუ რა არჩევანს გააკეთებთ. ახალგაზრდებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ. ძალიან მარტივია. თქვით, რომ ამ ქორწილის წინააღმდეგი ხართ და სულ ეს არის. სერქანი თქვენს დაკარგვას ვერ გაბედავს. კარგი. რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთეთ და ამ ქორწინებას ხელი შეუშალეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარზე პასუხს არ ვაგებ. აქედან არ წახვიდე. რადგან მინდა რომ ყოველთვის დაგინახო, როცა გამოვიყენო. მაშინ შენს ადგილზე იყავი. კარგი? დილამ შვიდობის ბალჯა. დილამ შვიდობის ედა. საით? სერგანთან? ხო. პარიზში ვიზიტი გადადო და რაღაც უნდა ვკითხო. უნდა ვიცოდე როგორ მოაგვარებს ამ საქმეს. მართალია. სანამ აქ არ იქნება, ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს. რა ხდება? ახალი საქმეა? არა, საქმე არა. ქორწინება. მიხარია თქვენს გამო. გილოცავთ. გმადლობ. უკაცრავად. რა მოხდა? რაღაც ხომ უნდა გეკითხა? რაც შესაძლოა ყველაფერი გააკეთე, რომ ეს ქორწილი არ შედგეს. დედა ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს. იმდენად ბედნიერია, რომ მსგავსი რამ როგორ უნდა შევძლო. ჩვენ ამას მის სასიკეთოდ ვაკეთებთ. იმისთვის, რომ თავიდან ავარიდოთ ის ცუდი დღეები, რომელიც მას მომავალში ელოდება. მისმინე, შენ მისთვის დედას საკითხარ. ედა ძალიან გაფასებს. ხო. მისთვის დედას ავიტვარ. შესაძლო იყო ასეთ ჩემი შვილი მყარებოდა, გესმის? კარგია, მეც ამას გეუბნები. თუ ამ ქორწილს ხელს შეუშლი, ქორწილი არც იქნება. შენს დაკარგვას ვერ გაბედავს. დედა, ამის მოსმენა არ შემიძლია. ხდები რას მთხოვ? ზოგჯერ შვილის სასიკეთოდ უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ. სასიკეთოდ. სასიკეთოდ. საყვარელო. ისევ მამაშენზე ფიქრობ, რაღაც შაფიქრებული ხარ. მოდი აქ, მოდი. არი ფიქრო, კარგი? ყველაფერს მოვაგვარებ. პირდები. ენგინ გთხოვ, შენ არ დაატანო ძალა, კარგი? რაც უნდა ის თქვას? შენ მშვიდად იყავი. გთხოვ, ჩემი ხათრით. საყვარელო, მე არ ვიცი, სად რა უნდა ვთქვა.
მე ურთიერთობის სპეციალისტი ვარ, ურთიერთობების. ურთიერთობების სპეციალისტი ხარ, მაგრამ გუშინ ნახეთ მამაჩემს სხვა ხერხები როგორები აქვს. რა თქმა უნდა. მეტყვი რომ მის გუშინდელ საქციელზე კარგს არაფერს ვფიქრობ. ეს რას ნიშნავს? თაში ხომ არ ვართ რომ გაგიტაცონ? ასეთი რამ არ შეიძლება. არა, შენ არაფერს არ ეტყვი. გუშინდელი დღე გუშინდელად დარჩა. ამას დაივიწყებ, გამოტოვებ. საყვარელო, შენ მშვიდად იქნები. ნახავ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს საქმე მეომბამდე. მეტყვი, მამა აზიზ. საერთოდ არ არის კარგი ის, რაც მოხდა. ჩვენ ვართ ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. გადაცემა რა საჭირო იყო. მოდით დავსკდეთ და დავილაპარაკოთ. მამა ჩემი მოისმენს? ო, მამა შენი. მოდი, ასე მოვიქცეთ. მისი ნომერი მომეცი, დავურეკავ და დავილაპარაკები. მეთევზე მყავს, მასთან წავიყვან. და კარგად. იქნებ განვიხილოთ. საყვარელო, ნომერი მომეცი? არა? და ალფერი დაქორწინების ნებას მოგცემთ. ქორწილშიც მოვა. ძალიან აწყენი იყო. მითხრა თუ სერგანი იქნება, მე არ ვიქნებიო. არ უნდა მიყუროს როგორი უბედური ვიქნები. ნეტა იცოდეს როგორი უბედური იყავი მაშინ, როცა სერგანისგან იყავი შორს. ხო. გამოიცანე ვინდა მირეკა. დედამ. და რა მითხრა? გითხრა რომ ამ ქორწილის წინააღმდეგია. ეს უნდა მოვაგვაროთ. ხო. წამოდი, მოვაგვაროთ. კარგი, მოვაგვარებთ. გმადლობ. არაფერს. ალო? გისმენთ ქალბატონო სემიჰა? დიახ, თავისუფალი ვარ. როდი შევხვდეთ? ასე რატომ ჯიუტობენ? ნებას რატომ არ გვაძლევენ? მსგავს რეაქციას მოველოდით. ამიტომ არ დავნებდებით. ნათელია რომ რაც გუშინ განვიხილეთ არ იმუშავა. სხვა რამ უნდა ვცადოთ. როგორ, რაზე უნდა ვიფიქროთ, რა მოვიფიქროთ? როცა ერთად არიან გამუდმებით, კამათობენ და ჩხუბობენ. კამათი გარდაუვალია. მოვიფიქრე? შეფ ალექსანდრი მათზე ძალიან კარგად მოქმედებს. ამ საქმეს კამათის გარეშე მოვაგვარებთ. შეფ ალექსანდრი? შეფ ალექსანდრის კერძები. შეფ ალექსანდრის კერძები. და აიფერი არის ადამიანი, რომელსაც გემრიელად კვება უყვარს. ქალბატონ აიდანსაც უყვარს გემრიელი საკვები. ეს მისი განსაკუთრებულობაა. ისინი საყვარლად მეგობრობენ. შეიძლება. გონით გამოვა? ხომ გინდოდათ მშვიდად აგეხსნათ ის, რაც გინდათ? მსგავსი გარემოება არ გინდოდათ? ხო და კარგია. სწორედ იქ მოგისმენენ ისინი მშვიდად. მენდეთ. მაგრამ არ გაბედოთ იმის თქმა, რომ იქ ერთად უნდა მივიდნენ. ვითომ შემთხვევით? შეიძლება. ხო. სიმართლე გითხრათ, როცა გავიგე რომ ქორწინდებიან, უბრალოდ განადგურებული ვიყავი, მაგრამ ბოლოს არის შემდეგ ორივე მოიღუშა. ვფიქრობ, ოჯახები წინააღმდეგი არიან. საინტერესოა ვისი წყალობით. აიფერსაც და აიდანსაც დილიდან დაველაპარაკე. ამიერიდან ამ ქორწილის გამართვას არ დაუშვებენ. თუ ისინი წინააღმდეგნი არიან, ესე იგი დაქორწინებას გადაიფიქრებენ? იმედი მაქვს. მაგრამ შენ უარს არ იტყვი. მას ყოველთვის ვაუყურიადებდნენ. არ მინდა რომ სულ პატარა შანსიც კი გაუშვა ხელიდან. ქალბატონო სემიჰა, იცით, მინდა უბრალოდ ნამდვილი სიყვარული განვიცადო. ჯერ კიდევ მჯერა რომ სერგანია ის ერთადერთი. მაგრამ თუ ისინი დაქორწინდებიან, მისმინე რომ დაქორწინდნენ, ჩვენ არ დავიხებთ უკან. Onlar için çok güzel planlarım var. მათთან დაკავშირებით შესანიშნავი გეგმები გვაქვს? Öğrenirsin. ხო, გაიგებ ამ გეგმებს. Cheesecake ne რა სიტყვი, ჩიზკეიკი მივირთვათ? Güzel. კი, მშვენიერია.
გისმენ სერგან? დედა, უნდა დაგელაპარაკო. კარგი, საღამოს დავილაპარაკოთ. მამიდა არ გამოვა. საღამოს ძალიან გვიანი იქნება, ვერ მოვითმენ. იმან რაც შენ მითხარი ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემი აზრით მე და შენ უნდა ვისადილოთ. რა სიტყვი? შეფ ალექსანდრის რესტორანში. შეფ ალექსანდრის რესტორანი? მხოლოდ მე და შენ? აჰა. კარგი. კარგი, წავიდეთ. შესანიშნავია. ბატონო აზიზ, გამარჯობა. ენგინი ვარ. ენგინ სეზგინი. პირილის ქმარი. როგორც გავიგე, ჩემთან შეხვედრა და დალაპარაკება გინდათ. მეც მსურს თქვენი გაცნობა. როგორ მოვიქცეთ? საათ შეხვდეთ? თუ გნებავთ? ასე ძალიან კარგი ცნობილი თევზის რესტორანი ვიცი, დიახ, გემრიელად ამზადებენ თევზს. იქ დავილაპარაკოთ. ბატონო ენგინ, ერთი წუთით ტელეფონით ვსაუბრობ. ბატონო ენგინ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე. ჩვენთან ერთად. ბატონი აზიზი გელოდებათ, გთხოვთ. ბატონო ენგინ. ეს როგორ? ეს მე დაუჯერებელი. ედამ სერგანს თვით ფრინავში ხელი თხოვა. როცა პარიზში მიფრინავდნენ. პირილი მამამისმა გაიტაცა და ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს რა დღე იყო? ხო, ასე არა? ხალხი ერთ დღეში რას აღარ გადაიტანს. ფერი ჩვენ კი სულ ერთი და იგივე, სახლის სამსახური. გინდა რომ გაგიტაცონ? არა. მაგრამ არ ვიცი. ამ ყველაფერში არის რაღაც ღელვარება, მაგრამ ჩვენ ამბობ მოსაწყენები ვართ. არ ვამბობ რომ მოსაწყენები ვართ. სულ ერთი და იგივე. არანაირი მღელვარება, ერთი და იგივე. არანაირი სიურპრიზი ცხოვრებისგან. მაშინ მეც მოგიტაცებ. სად მომიტაცებ? რომ გითხრა, რანაირი სიურპრიზი იქნება. შენ წადი, საქმეები მოაგვარე. ყველას დაურეკე, ვისაც საჭიროა და მოსატაცებლად მოემზადე. მართლა მომიტაცებ? შენ რას იზამ? მოვემზადები. კარგი, და სად მომიტაცებ? უნდა მოვემზადო, ჩანთები უნდა ავიღო. ჯენერ ძალიან ბევრ კითხვას სვამ სიურპრიზისთვის. მიდი, წადი და მოემზადე. კარგი, მივდივარ. მიდი. ტელეფონი. ტელეფონი დაგავიწყდა. რა ლამაზი ხარ? ეს კაბა ძალიან მოგეხდა. დიდი მადლობა ედა, მაგრამ კომპლიმენტები არ არის საჭირო. იმიტომ რომ აზრს არ შევიცვლი. ისინი აქ რას აკეთებენ? ვინ? რა? იქ აიფერია, სხვაგან წავიდეთ. სად? რა კარგი დამთხოვა? ედა. მოვიდნენ და ერთად დავსხდეთ. არ გაბედო. მივდივართ. ვერ გავალთ დედა და გვინახეს. ედა. ამ ქალთან ერთად მაგიდასთან არ დავწდები. კარგი რა, სერგან არ გინდა. ბავშვი ხარ? გააწვევი. არ მომაწვე, ეს დამთხოვაა. მერტო ჩემო. მოგძანდით რა შესანიშნავი დამთხოვაა. ქალბატონო აიფერ. კაბა ძალიან გიხდება. თქვენ გთხოვთ. ხო? არა, ჩვენ არ დავსხდებით. დავსხდებით? ახლავე დავსხდებით. უზარმაზარ სტამბულში არა, შესანიშნავია. ესე იგი, ერთნაირი გემოვნება რა? ხო. ეს მაგიდა ჩვენთვის პატარა. მართალია, ნახე. აი, იქ თავისუფალი მაგიდა. ვფიქრობ, იქ უნდა გადასხდეთ. წამოდი. მამიდა, ასე შეიძლება? აქ მშვენივრად მოვთავსდით. ყველა ერთად ვისხდებით. მართლა ძალიან სასაცილოები ხართ ეს დამთხოვები. თქვენ რომ მიდიოდით, ჩვენ მოვდიოდით ძვირფასო. ასე არ არის. საერთოდ არ არის დამთხოვა. ხდება ხოლმე. ახალგაზრდებო, მე გითხარით რისი თქმაც მინდოდა. მეტს აღარაფერს ვეტყვი. განსაკუთრებით ასეთ გარემოცვაში. მეც შეგატყობინეთ ჩემი გადაწყვეტილება. სერგან, შენ იცი ეს და უკვე განმიხილეთ. მამიდა, ასე არ გამოვა, გვინდა დაგელაპარაკოთ. ორივე თქვენგანი ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ჩვენთვის. კარგი?
ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. დაქორწინება გვინდა, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე დაქორწინებას ვერ შევძლებთ. ჩვენი მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების დროს არ გჭირდებოდათ. ნამდვილად, შემდეგ უჩვენოდ გააგრძელებთ. როგორი იდეა? ხალბატონებო და ბატონებო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს რესტორანში. Benvenuti al mio ristorante. ალექს, აი, პერ, როგორ ხარ? კარგად. აიდან, შენ როგორ ხარ? შესანიშნავად მადლობა. ძალიან კარგი. სერკან, ედა. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. რა ლამაზი მაგიდა. Masa olmuş tu. აქ სადილობა გადავწყვიტეთ, ვინაიდან მე და სერქანი ვქორწინდებით. გადავწყვიტეთ დეტალები განგვეხილა და აქ შევხვდით. ქორწინდებით? თქვენ ქორწინდებით? შესანიშნავი სიახლეა. თქვენ ნათესავდებით. გილოცავთ? ხო, მათ გადაწყვიტეს. რაღაცას ვიტყვი. ვინაიდან აქ ვართ და თქვენს კერძებს მივირთმევთ, იქნებ თქვენს შემოგვიერთეთ. ეს ერთად აღნიშნოთ. ხო, კარგი იქნებოდა. იქნებ თქვენმა იდეებმაც შეამციროს ჩვენს ოჯახში კითხვები. Kafasındaki soru işaretlerini giderir. სიამოვნებით. შესანიშნავია. მას რატომ რევთ? კარგად ხართ არა? მილო, ძალიან აღელვებული ვარ. სიურპრიზს მიკეთებს. ზუსტად არ ვიცი რას. არ მითხრა, მაგრამ ძალიან ღელავ. არ ვიცი რა ვქნა. კარგი, წადი, მოემზადე, თორემ დაიგვიანებთ. წავიდე? ხო, წავედი, კოცნი. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. ეს რა არის? ქორწილი ზამბის მერე ყველა იღიმის. Evlilik ბედნიერება გადამდებია რა? sizin yüzünde gülücükler açıyor. ხო. ბედნიერება ნამდვილად გადამდებია, ლეილა. თვეების წინ რომ ეთქვა ბატონი სერქანი ქორწინდებაო, არაფრით დავიჯერებდი. ხო, ცხოვრებაში ერთხელ ჩნდება ადამიანი. ცხოვრება ასეთ შანსს ყოველთვის არ ფაცლებს. არ ვიცი ცხოვრება საით გადაგაგდებს, მაგრამ ყოველ ახალ გზას ახალი გამოწვევისკენ მიყავ ხარ, თუ მამაცი ხარ. ხვდებით რომ ეხლა ყველანი ერთ აზრზე ვართ? ასე არ არის? პირველად ეს უნდა გამოვიყენოთ. უნდა აღნიშნოთ, რომ ერთ აზრზე ვართ, ხომ ხვდებით? ეს უნდა აღნიშნოთ. რითი? ჩანაცვლებით. შეხედე? ვიფიქრე რამდენიმე წუთით გონივრულად დაველაპარაკებოდი, მაგრამ არ გამოდის. არც გამოვა. იმიტომ რომ მისთვის ჩავარია გამოგიყენოს. თქვენ თვითონ არიყენებთ მოცემულ შანსს. კარგი, წავიდეთ და საქმეები მოვაგვაროთ. რა საქმეები? ბატონმა ფერიტმა ხომ რაღაც გთხოვა, ამაზე ვამბობ. ეს ჩემი საყვარელი საქმეა. წამოდი პატარა, წამოდი. იქნებ დავრეკო? ხო, ვრეკავ. Arayayım ben. დავრეკო? Arayacağım, ne olacaksa რა da ვქნა? olsun artık. კარგი, რაც მოხდება. ალო, ენგინ. როგორ ხართ? როგორ მიდის საქმე? კარგად საყვარელო, კარგად. ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი შესანიშნავადაა. მამამ შეგიყვარა რა? Öyle mi? კარგად ხართ? შეგიყვარა? ზუსტად ასეა. მე ძალიან შემიყვარდა ის. ჩემო ცხოვრება მამაშენის წყალობით, მსოფლ მხედველობა შემეცვალა. ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან. enteresan bir kişilik kendisi. Sen emin misin? დარწმუნებული ხარ? შეგიძლია მითხრა? კარგი, მაშინ თუ ასე ამბობ გენდობი, მოხვალ და დაველაპარაკებთ, კარგი? დავილაპარაკებთ ჩემო ცხოვრება, მაგრამ არ დამელოდო. ჩვენ აქ საუბრობთ, მამას ჩემი გამოშვება არ უნდა. კარგი, ჩემო ცხოვრება. კარგი ცოტასო, კოცნი. კარგად. ძალიან კარგი. როგორც გითხარი არ შეიმჩნიე. Sağ olun. მადლობ ბატონო აზიზ. იქნებ ჩამომიშვათ. სისხლი ტვინში მირტყამს. შვიდად ვერ ვარ. Rahat değilim de.
პირონ პირილს დაშორდები და ჩამოგიშვებ. Twin მე პირილს არასოდეს დავშორდები. პირველი გამოცდა ჩააბარა. ნახოთ მეორე გამოცდის ჩაბარებას თუ შეძლებს. მოხსენით. აზიზ, ბატონო აზიზ. თამიდის. მე ედა ძალიან მიყვარს. თქვენ თანახმან ხარ თუ არა, ეს არაფერს ცვლის. მე ედა ძალიან მიყვარს. ძალიან. მამიდა. ვერ ვიტანდი, როცა სერქან ბოლათის სახელი მესმოდა. ხო, ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ახლა სერქანის გარეშე სულ თქვაც არ შემიძლია. გრძნობ, რომ მხოლოდ მის გვერდით ვცოცხლობ. შეგიძლია ეს მიიღო? რამ ხელა სიყვარულია. დრო არ დაკარგო და დაქორწინდით. ერთად აღნიშნოთ. ეს აუცილებელი აღსანიშნი თემაა. სამწუხაროდ, ამ მაგიდასთან სიყვარული არ არის საკმარისი. სიყვარული. დიახ. საკმარისია. რა პრობლემაა? პრობლემა ჩვენს ოჯახებშია. კარგი რა. ქალბატონებო. თქვენ სიყვარულის ქალბატონები ხართ. იმას ხედავთ, რასაც მე და ის გესმით, რაც მე არ გრძნობთ. სერქანი და ედა. ტუჩები, თვალები, თმები, ყურები, ხელები, სხეული ყველაფერი ყვირის. თუ როგორი შეყარებულები არიან ისინი. ცხოვრება მშვენიერია. წარსულზე ფიქრი მხოლოდ დროის კარგვაა. აიდან. ალექს. ჩვენ იტალიელები ვამბობთ, ანუ სიყვარული და ხველა. ხო, სიყვარულს და ხველების დამალვა არ გამოვა. წარმოუდგენელია. ანუ არ გამოვა. კიდევ ამბობთ, მიყვარხართო? ხო. ხოშე. თავიდანებით. იცხოვრონ. ფეხქვეშ მიწა ვერ იგრძნონ, იფრინონ. შეცდომები დაუშვან. გაკვეთილები მიიღონ, მაგრამ ერთად. თქვენთან ერთად არა. კარგი? მამიდა. ისე ნუ მომექცევი, როგორც ბებია მამას. კარგი. რაც გინდათ ის ქენით, კარგი? ორივე ზრდასრული ადამიანები ხართ. გადაწყვეტილება მიიღეთ, კარგი? ძალიან კარგი ოჯახი ვიქნებით. უზარმაზარე. მაშინვე უზარმაზარ ოჯახზე ნუ ვილაპარაკებთ. თუ მოგინდებათ, მერე თვითონ გაზრდით. მაშინვე ასეთი ოჯახი არ გავხდებით. გთხოვთ, თქვენც მობრძანდით ჩვენს ქორწილში. ხო, სიამოვნებით მოვალ. ქალბატონებო. თქვენით ვამაყობ. ორივე თქვენგანით ძალიან ვამაყობ. მაგრამ თქვენი ნებართვით სამზარეულოში შევიხედავ. მერე ისევ მოვალ. მადლობა, ჩვენც ვამაყობთ შენით. ჩაო. აბა. მეგობრებო, მომისმინეთ? ბატონ აზისთან საუბარი მინდოდა. Konuşmak istedim. Bakın her şeyin sonucu bu olmamalı yani. ბატონმა აზიზმა თქვა, რომ თუ გადარჩები, გამოცდა ჩაბარებული გექნება. კარგი, მეც ამაზე მინდოდა ბატონ აზისთან საუბარი. მართლა, შეგვიძლია დავილაპარაკო და მოვაგვაროთ. ეს ხომ სიყვარულია. Aşktan bahsediyor. ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობთ. კამათით, ჩხუბით. ეი, სად წახვედით? ალო, ბიჭებო. რას ნიშნავს თუ გადავრჩები? მარიჯერს? მაგარია. ძალიან კარგია, შესანიშნავია. Süper oldu ya. Harika. ბიჭებო, ხოლო ჩემი ხმა მისმის. Resmen kendi sesimi duyuyorum. სად ხართ? დამშვიდი ენგინ.
ყველაფერი პირგლის ხათრით. ამ გამოცდას ჩააბარებ. მერე კი ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. როგორ იყო? ხო, ხეები ჩრდილოეთით იყურება. ხეები ჩრდილოეთს უყურებს, ხო? ეს როგორ მიხვდე? ამას როგორ უნდა მიხვდე? ჭიანჭველებს სამხრეთით მივყავართ. ჭიანჭველები? აქ ჭიანჭველებიც კი არ არიან. ჭიანჭველებიც არ არიან. კარგი? თუ ქორწინდებით და ქორწინდით, მაგრამ ყველაფერი ტრადიციების მიხედვით იქნება, კარგი? ახლა ძველ ტრადიციებზე დაიწყებს ლაპარაკს. ედა ობოლი არ არის საიდან, კარგი? ამიტომ მოხვალ და ხელს ისე ითხოვთ, როგორც საჭიროა. სულ ესა. აი ფერ, ჩვენც ხომ ტრადიციული ოჯახი ვართ. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. გმადლობ, გარწმუნებული ვარ. შესანიშნავია, მაშინ დღეს საღამოს ხელი სათხოვნელად მოვალ. ნუ სულელობ, რა? დღეს საღამოს? მაშინვე? დღეს საღამოს? არა, ასე ჩქარა არა. არა, ეს როგორ სახლში უნდა წავიდე და მოვემზადო? არა, არა გვაჩქაროთ, ხო? როგორ მე ყველაფერს მოვაყარებთ. კარგი, მაშინ ადექი და წავიდეთ. საათ? სახლში მოემზადე. მეც მოგეხმარო? წამოხვალ და დამეხმარები. ჩემი ხელი სათხოვნელად კი არ მოდიან, წამოდი. სეიფი სად არის? სეიფი სახლში დარჩა. მოვედი. სამსარეულოში არეულობა. მე ვჯერდები. სერკან, ედა, მოხარული ვარ თქვენ გამო. ბედნიერები იყავით. დიდი მადლობა. მადლობა. ქალბატონებო, კარგი დღე იყო. Meravigliosa. წამოდი. მადლობთ რომ მოხვედით, ყველაფერი ბევრად უკეთესი გახდა. კიდევ შევხვდებით. აუცილებლად შევხვდებით. აი პერ. დიახ. მალე შენთან მოვალ და რაღაც ძალიან პირადულს გითხავ. კარგი? კარგი? ხო? კარგი, მაშინ დაგემშვიდობებით. კარგად. პირადული კითხვა რა უნდა იყოს? ალბათ არის რაღაც. თქვენს შორის პირადული ვერაფერი იქნება. რას ნიშნავს ვერ იქნება? რატომ ვერ იქნება? რა შეიძლება რომ იყოს? ერთადერთი რაც შეიძლება კითხოს ეს დეიდაშენის რომელიმე რეცეპტია. შეეძლო ის ტელეფონიდაც ეკითხა, ესე იგი რაღაც პირადულია. არა მგონია. ფერი, ვერ ვიჯერებ. რაზე არ ვიფიქრე? შენ კი რა გააკეთე? რა არის? აი მხელვარება, აი სიურპრიზი. პეინტბოლი არ გიყვარს? ძალიან საყვარელი ხარ. ვერ გავიგე? ძალიან საყვარელი ხარ. რა სიურპრიზიც გამიკეთე თვითონ შენ. დიდი მადლობა. ამას მე შეგახსენებ, კარგი? ეხლა უნდა ვესროლოთ. გაჩერდი. კარგი ამინდია. არაფერი არ არის. ყველაფერი ნორმალურადაა. ყველა პირობა კარგია. ისევ? რა საკეთებ? აქ ჩემთვის სასრულად მოხვედი? უფრო მხიარული არაფერია. ეს არ გააკეთო. გაიქეცი. არ გინდა? ახტი. არ გააკეთო? გაიქეცი. მიდი, გაიქეცი. გამარჯობა. არის აქ ვინმე? არის ვინმე? სად არიან? დიდი ალბათობით უკვე ძალიან ახლოს. ეხლა გავაკონტროლებ და რამდენიმეჯერ გავისვრი. ნახე, ერთხელ. მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია. მინდა შენზე გამოვცადო, რა მოხდა? ირგვლივ არავინაა. ნახე, რას ვგრძნობ. ხო, მეც გავიგე. ჩუმად ისინი არიან? ისინი იყვნენ უკან. სამის დათვლაზე ვისვრით. კარგი ისროლე. ასაკეთებ რა. ისროლე. ეს ვინ იყო? ასაკეთებ. გაჩერდი. ეს რა სისულელია, რა გამოცდა? ეს ვინ იყო? ახლა ვინ იყო? ხო, მეც დავინახე ვიღაც. გაჩერდი. იქ ვინ იყო?
თითქოს ვიღაცამ ჩაიარა. ხო, მეც დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მე და ვინ იყო? შენი ყავი 5 წუთის წინ ერდე. ნამდვილად. სანამ დავიწყებთ, შეგიძლია ცისფერი მეს მომცეთ? ფერს რა მნიშვნელობა აქვს თუ მტრები ვართ? შეგიძლია შენ ცისროლო. მადლობა. არ გინდა გთხოვ. და ბევრი საქმე გვაქვს, ნუ მოცდები წამოდი. კარგი, სერკანს გავაცილებ და მოვალ. გააცილე ჩვენი მომავალი სიძე. Adımızı geçir. შეხვედრამდე ქალბატონო აიფერ. შეხვედრამდე. ესე იგი გამაცილებ. ხო, როგორ მაცილებთ? გაკოცებ. სად? ჯერ აქ. მერე აქ. მერე თვალები დახუჭე. თვალები დახუჭე. კარგად დახუჭე. ედა. სერკან, ეს რაიონია. გთხოვ, გონს მოდი, საღამოს შევხვდებით. Görüşürüz. კარგი. სად ვარ? ვიარე და ათენის მთაზე ამოვედი. მამამისთან შეხვედრა მინდოდა. პიჯაკი ჩავიცვი. მან კი მესროლა. Toplarla vurdurttu ya. ასე არ შეიძლება. ცეცხლი? გეფიცები? იქ სიცოცხლის ნიშანია. ალბათ ტელეფონიცაა. უკაცრავად. და აქ არავინაა? უკაცრავად არის აქ ვინმე? შესანიშნავია. ცეცხლი ეხლა ხანს დაანთეს. შორს ვერ წავიდოდნენ. თევზიანი პური. მე ბატონი არა და ბატონი აზიზის იქ წაყვანა მინდოდა. ადგილი ვიცი სადაც თევზს ამზადებენ. ესე იგი მეორე გამოცა ჩააბარე? ჩავაბარე? ეხლა რა მოხდება? თქვენ შვილს მითმობთ პირილის მრად მაღიარებთ, ასეა? Görüyor musunuz artık beni yani? Öyle mi olduk? მალე ბოლო გამოცდა დაიწყება. ბოლო გამოცდა? ბატონო აზიზ, ძალა საერთოდ აღარ დამჭა. არანაირი ძალა მართლა აღარ მაქვს. იქნებ დამინდოთ. İnsaf mı etseniz? დაისვენე. ეჯამე. ეს რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო. Allah'ım yarabbim. რა მდგომარეობამდე მივედით? სადამდე მივედით? Son test ne son test? და რა უნდა გავაკეთო? Test belli. რა უნდა ვქნა? Belli tabii. გასაგებია რაც უნდა ვქნა. Gideceğiz şey. რა თქმა უნდა, გასაგებია. აქედან ქალაქამდე ფეხით უნდა ჩავიდე. Yapacağım. ამას გავაკეთებ. Terörist o kızı ამ aldı. გოგოს ნამდვილად წაგართმევ.